ხანდახან ჩვენს თეფშზე ის საკვები აღმოჩნდება ხოლმე, რომლის ჭამაც არ შეიძლება. დაწყებული რესტორნებში და მაღაზიებში აღმოჩენილი ვირთხებიდან დამთავრებული ფასტ-ფუდის არაკეთილსინდისიერი თანამშრომლებით, ამ ეპიზოდში გაჩვენებთ თუ რა გზას გადის საკვები, სანამ ის ჩვენამდე მოაღწევს. მაკდონალდსი ალბათ ყველას უყვარს და ეს ლოგიკურია. იქ ყველაფერს ნახავთ: Big Macs, მაკნაგეტსებსა და მაკმატლებს. მოიცადეთ, მაკმატლები, სწორედ ეს შეკვეთა მიიღო ერთმა უიღბლო ადამიანმა 2019 წელს. ავსტრალიის მაცხოვრებელმა აღმოაჩინა, რომ ბურგერის ხორცში მატლები იყვნენ. ალბათ მარტივად წარმოიდგენთ თუ რამდენად არასასიამოვნოა ასეთი რამის დანახვა, მაგრამ უმჯობესია მისი რეაქცია თავად ნახოთ. Look at him, you can see him moving. That is absolutely disgusting. 2018, and this is the kind of health conditions that I have to accept from McDonald's. Not happy at all. Look at them all. How many burgers have I eaten from you people? ჩანს რომ ის უკმაყოფილო იყო და ეს გასაგებიცაა, რადგანაც ასეთი საშინელი რამის დანახვა ჭამის სურვილს ნებისმიერს დაუკარგავს. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ მას ხორცის ნაწილი უკვე შეჭმული ჰქონდა, მაგრამ ეს ერთადერთი მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. ავსტრალიის კიდევ ერთმა მაცხოვრებელმა მატლები ხორცში მაშინ აღმოაჩინა, როდესაც მან საკუთარი შვილისთვის Happy Meal შეიძინა. ქალმა ამის შესახებ ინტერნეტში დაწერა და დაიფიცა, რომ ის ფასტ-ფუდს ცხოვრებაში აღარ შეჭამდა. რაც არ უნდა იყოს, მისი ბრალდება კომპანიის წარმომადგენლებმა უარყვეს. მათ განმარტეს, რომ ასეთი რამ შეუძლებელი იყო, რადგანაც ისინი საკვების ვარგისიანობას მუდმივად ამოწმებდნენ, მაგრამ მათი მხრიდან უარყოფის მიუხედავად ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს. 2015 წელს Walmart-ის მომხმარებლებმა უცნაური რამ შენიშნეს. თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ისინი ამ მაღაზიაში საკვებს აღარასდროს შეიძენდნენ. Walmart-ის წარმომადგენლებმა დაზიანებული პროდუქტი დახლებიდან მომენტალურად ამოიღეს. შემდეგი შემთხვევა ერთდროულად სახალისოცაა და ტრაგიკულიც. Man, that mode is chilling, bro. Can I just pick it up? Oh man. Oh, this girl finna try to catch this. ყურადღების ცენტრში მოხვედრის შემდეგ თაგვმა დამალვა სცადა, მაგრამ ვარდისფერმა ისურიან ქალს სხვა გეგმები ჰქონდა. Work it, bro. Oh Lord. Oh, hey, what a degree. That is fraud, guys. პანიკაში ჩავარდნილმა თაგვმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა. ის პირდაპირ ადუღებულზე ჩიჩახდა. Come on. Oh no. I'll try to get it. Oh man. Seen it all. თაგვის უკანასკნელი ნახტომის შემდეგ თანამშრომლები ამ ქაოსს ერთდროულად ზიზღითა და იუმორით აკვირდებოდნენ. ალბათ გასაკვირი არაა, რომ ეს რესტორანი დახურეს, გაწმინდეს და მღრღნელებისგან იხსნეს. 2018 წელს მეგობრებმა ინგლისში მდებარე იტალიურ რესტორანში ვახშმობა გადაწყვიტეს. იქ მთავარი შეფმზარეული ლორა გუდმანი იყო. მეგობრებმა გემრიელად ივახშმეს და სახლში წავიდნენ, მაგრამ საღამოს ლორამ Facebook-ში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის წერდა, რომ უკმაყოფილო ვეგანი, რომლისთვისაც მზარეული მთელი დღე მუშაობდა, დასაძინებლად იმ რწმენით წავიდოდა, რომ ის კვლავ იყო. ადამიანებმა იფიქრეს, რომ ლორამ გოგონას კერძს ხორცი დაუმატა. ეთიკური ნორმების მიხედვით ეს დაუშვებელია, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ რესტორნის სტუმარს შესაძლოა ხორცს პროდუქტებზე ალერგია ჰქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ გუდმანი თავდაპირველად თავისი საქციელით ამაყობდა, მოგვიანებით მან პოსტი წაშალა და დაწერა, რომ ის ბოდიშს იხდიდა და რომ რეალურად მას კერძში ხორცს პროდუქტები არ დაუმატებია. რა თქმა უნდა, ამ მეთოდმა არ იმუშავა, ამიტომაც მოგვიანებით ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ქუჩის საკვები გემრიელი და იაფია. ამასთანავე ის საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა კულტურის კერძები დავაგემოვნოთ, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთ სიტყვა ქუჩის ზედმეტად პირდაპირ ესმის. ამ ფაქტს სან-ფრანცისკოში მდებარე ჩინური რესტორნის Lucky River-ის თანამშრომელიც ადასტურებს, რომელიც 2014 წელს საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში გამოიჭირეს.
როდესაც ხელმძღვანელობამ თანამშრომელს კითხა თუ რატომ აგდებდა ის ხორცს ასფალტზე, მან განმარტა, რომ ასე ხორცი უფრო რბილდებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქუჩაში უამრავი სიგარეტის ნარჩენი, საღეჭი რეზინი და ჭუჭყია, გასაკვირი არაა, რომ ამ შემთხვევის გამოძიება დაიწყო. ხელმძღვანელობას პერსონალის გადამზადება დაევალა. წინააღმდეგ შემთხვევაში რესტორანს დახურვა ემუქრებოდა. მიუხედავად ჩემი სურვილისა, რომ ამ ისტორიას ბედნიერი დასასრული ჰქონდეს, რეალობა სულ სხვანაირია. ამ ამბიდან მალევე რესტორანი სამუდამოდ დაიკეტა. თუ 2013 წელს დავბრუნდებით, ნახავთ, რომ იმ წელს უამრავ მაღაზიაში ცხენის ხორცი აღმოაჩინეს. დადგინდა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ძროხის ხორცის ნაცვლად საჭმელში ცხენის ხორცს ურევდნენ. გარდა ამისა, დამტკიცდა ისიც, რომ ზოგიერთ ძროხის ხორცისგან დამზადებულ საკვებში ღორის ხორცი იყო შერეული, რაც არაეთიკურია, რადგანაც გარკვეული რელიგიური ჯგუფის მიმდევრებისთვის ღორის ხორცის ჭამა აკრძალულია. სკანდალმა საერთაშორისო დონემდე მიაღწია და ის თითქმის ყველას შეეხო. დაწყებული მაღაზიებითა და მომხმარებლებიდან დამთავრებული მსოფლიო ეკონომიკამდე, მაგრამ საიდან გაჩნდა ცხენის ხორცი დახლებზე. მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე ჰოლანდიელი ხორცით მოვაჭრე ვილი სელტონი იყო. მან 300 ტონა ცხენის ხორცი ძროხის ხორცად გაასაღა. სელტონი ამტკიცებდა, რომ ეს ხორცი რეალურად ცხოველთა კვებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ რატომღაც ის ბურგერებში აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ამ განმარტების არავის სჯეროდა. შედეგად ევროპის ქვეყნებმა პროცედურები გაამკაცრეს და მიიღეს კანონები, რომელთა მიხედვითაც გამყიდველები ვალდებულნი იყვნენ ხორცის გაყიდვამდე მისი კვლევის შედეგები წარმოედგინათ. უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგიერთი საჭმელი განსაკუთრებულად გემრიელია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით თუ რა გზას გადის ეს საკვები, სანამ ის ჩვენამდე მოაღწევს. ეს ფოტო Facebook-ში 2013 წელს გამოქვეყნდა და მასზე ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტის თანამშრომელი ჩანს. როდესაც ფოტო ინტერნეტში გავრცელდა, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობამ ზომები სწრაფად მიიღო. თანამშრომელი ჯერ დააქვეითეს, შემდეგ კი ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ახლად გამომცხვარი პურფუნთუშეულია. მათი დანახვისას თავის შეკავება ბევრს არ შეუძლია, მაგრამ როდესაც ნახავთ იმას თუ როგორ ჭამენ მათ ვირთხები, ისინი ნაკლებად მიმზიდველად მოგეჩვენებათ. 2021 წელს ლონდონში სენსბერის სუპერმარკეტში ეს ვირთხები აშკარად გემრიელ საკვებს მიირთმევდნენ. ვიდეომ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და ამიტომაც სუპერმარკეტმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა. მოგვიანებით ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მათ ვირთხებთან დაკავშირებული პრობლემები სწრაფად მოაგვარეს, მაგრამ ამ ვიდეოს შემდეგ ადამიანთა უმეტესობა სუპერმარკეტს ახლოსაც კი აღარ ეკარებოდა. რეალურად მაღაზიების ვირთხებისგან დაცვა მარტივი საქმე ნამდვილად არა. სტატისტიკის მიხედვით, ჭიდროდ დასახლებულ რაიონებში თქვენსა და ვირთხას შორის მანძილი სულ რაღაც 6 მეტრია. ყველაზე დაცულ ადგილებშიც კი, იქ სადაც საკვებია, ვირთხების გამოჩენა გარდაუვალია. უცნაური აღმოჩენები საკვებში რა თქმა უნდა არასასიამოვნოა, მაგრამ 2008 წელს ნიუ-იორკში მცხოვრებმა ჯონ აგნესინიმ საბვეის სენდვიჩში ნამდვილად განსაკუთრებული რამ იპოვა. ჯონმა სენდვიჩში 18 სანტიმეტრის სიგრძის დანა აღმოაჩინა. საბედნიეროდ ბიჭმა დანა იქამდე შეამჩნია, სანამ ის რაიმეს დაიზიანებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯონი არ დაშავებულა, დანის პლასტმასის ტარი სენდვიჩში გადნა. ამიტომაც მას 3 საათის განმავლობაში გული ერეოდა. საინტერესოა თუ როგორ მოხდა ასეთი რამ. არავინ იცის ეს შეცდომა იყო თუ ბოროტი ხუმრობა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ჯონმა კომპენსაციის სახით $1 მილიონი მიიღო. ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ ვირთხებს ჭამა ძალიან უყვართ, მაგრამ ხანდახან ისინი თავად ხდებიან საკვები. 2019 წელს დეანირა კორტესმა საკუთარი შვილისთვის ოჰაიოს შტატში მდებარე იაპონურ რესტორანში საჭმელი შეუკვეთა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხორცის ერთი ნაჭერი პატარა წრუწუნას ეკუთვნოდა. Esto es increíble. Miren lo que acabo de encontrar aquí en esto. Una rata cocinada. Oh my God, qué asquerosidad. Mira, está cocinada. La cara, oh my God. ¿Ya vieron? No. ამ კადრების ნახვაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რათა ამ იაპონურ რესტორანში ადამიანები აღარასდროს შესულიყვნენ. დეანირამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა, რის შემდეგაც ამ ამბის გამოძიება დაიწყო. საბოლოოდ რესტორანი სამუდამოდ დაიხურა. ადამიანთა უმეტესობა ხილსა და ბოსტნეულს მათ მირთმევამდე აუცილებლად რეცხავს, რადგანაც არავინ იცის თუ რამდენი მიკრობია მათზე. მაგრამ 2019 წელს ერთმა ადამიანმა მიკრობებზე ბევრად უარესი რამ აღმოაჩინა. ვიდეო ანონიმურმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა. ამიტომაც მის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაცია არსებობს, მაგრამ ხილის ეს სახეობა ფილიპინებზეა გავრცელებული. ამიტომაც დიდი ალბათობით ვიდეოც სწორედ იქაა გადაღებული. როგორც წესი, ადამიანები ყველის შეძენვამდე მას გემოს უსინჯავენ. როგორც ჩანს, ეს ვირთხაც მსგავსად იქცევა. Look at that. We got a rat
eating cheese and food for less. ვიდეო კრისტოფერ ელისონმა 2019 წელს ილინოისში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ კრისტოფერმა ამ სიტუაციას იუმორით შეხედა, მაღაზიის ადმინისტრაციას მომენტალური რეაქცია ჰქონდა. მათ განაცხადეს, რომ დაზიანებული პროდუქცია დახლებიდან ამოიღეს, ხოლო მაღაზიაში სრული დეზინფექცია ჩატარდა. 2018 წელს ბურგერ კინგი კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც მათ სამზარეულოში უამრავი თაგვი აღმოაჩინეს. შანტელ ჯონსონმა, რომელიც ამ ყველაფრის მომსწრე გახდა, ვიდეო გადაიღო და ის ინტერნეტში გამოაქვეყნა. ვიდეომ პოპულარობა სწრაფად მოიპოვა, ამიტომაც ფასტ-ფუდის ქსელსაც სწრაფი რეაქცია ჰქონდა. შენობა 3 დღით დაიხურა, რათა სამზარეულო დასუფთავებულიყო. ამის შემდეგ ან ფუნქციონირება კვლავ განაგრძო. კაცობრიობის ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა მიტანის სერვისია. მისი დახმარებით ჩვენ თითქმის ნებისმიერი რესტორნიდან საკვებს პირდაპირ სახლში ვიღებთ, მაგრამ ხანდახან კურიერები არაკეთილსინდისიერად მუშაობენ. 2021 წელს ერთ-ერთმა ტიკტოკერმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კურიერი მომხმარებლის შეკვეთიდან საკვების ნაწილს იპარავს. ამის შემდეგ კურიერი საჭმელს კვლავ ფუთავს, ველოსიპედზე ჯდება და შეკვეთა მომხმარებელთან მიაქვს. ამ დროს მომხმარებელს წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ მისი საჭმლის ნაწილი მოპარულია. კარგია, რომ ეს ადამიანი დაუსჯელი არ დარჩენილა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. 2016 წელს მაკდონალდსის თანამშრომელი უცნაურ მომენტში დააფიქსირეს. Excuse me, ma'am. Can I get my large fry? Okay. ყველაფერთან ერთად თანამშრომელი უხეში აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ქალმა ხელი გაითავისუფლა, მან ამავე ხელით კარტოფილი ფრი აიღო და მომხმარებელს მიაწოდა. გონი ამ თანამშრომელს ერთი ინსტრუმენტი მოუხდებოდა. Butt scratcher! მაგრამ საინტერესოა თუ რა რეაქცია ჰქონდათ მაკდონალდსის წარმომადგენლებს. მათ განაცხადეს, რომ ეს ვიდეო მაკდონალდსის თანამშრომლებთან დაკავშირებულ მოლოდინებს არ ამართლებდა და მათ მომხდარზე მწუხარება გამოთქვეს.